მარსზე ქალაქის გაშენება ამ საუკუნეში 2100 წლამდე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზანია. თუ რამდენად რეალისტურია ეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ ქალაქში. მცირე სამეცნიერო ბაზას თუ თვითკმარ მეგაპოლისს. ჩემი აზრით, ამ საუკუნეში თვითკმარი მილიონიანი ქალაქი ნაკლებად რეალისტურია. თუმცა ფუნქციური სამეცნიერო კოლონია, სადაც ადამიანები მუდმივად იცხოვრებენ, სრულიად მიღწევადია. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ფანტასტიკა საინჟინრო ნახაზებად იქცება. მაგალითად, ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებია. SpaceX Starship-ი. თუ ეს პროექტი წარმატებით დასრულდა, მარსზე ტვირთის გადაზიდვის ფასი დრამატულად შემცირდება. რესურსების ადგილზე მოპოვება. მარსის ატმოსფეროდან ჟანგბადის მიღება და ყინულისგან წყლისა და საწვავის წარმოება კრიტიკულია. სანამ ბილეთებს დავჯავშნით, რამდენიმე პატარა პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. პირველ რიგში ესაა რადიაცია. მარსს არ აქვს მაგნიტური ველი, რაც ნიშნავს, რომ კოსმოსური რადიაცია ადამიანებისათვის მომაკვდინებელია. ქალაქი სავარაუდოდ მიწის ქვეშ ან სქელი რეგოლითის მარსის მიწის ფენის ქვეშ უნდა აშენდეს. მეორეა ჯანმრთელობა. დედამიწაზე გაცილებით დაბალი გრავიტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს კუნთების ატროფიას და ძვლების სიმკვრივის დაკარგვას. და მესამე, ესაა ეკონომიკა. ვინ დააფინანსებს ამას? მარსი ჯერჯერობით არ გვთავაზობს ისეთ პროდუქტს, რომლის დედამიწაზე ჩამოტანა მომგებიანი იქნება. ეს უფრო ცივილიზაციის დაზღვევის პროექტია, როგორც გადარჩენისათვის ალტერნატიული პლანეტა, რომელიც სახლად იქცება, ვიდრე ბიზნესი. ასე რომ ჯერ ეს გამოწვევები უნდა დაძლიონ მეცნიერებმა. მოკლე პერსპექტივა თარიღების მიხედვით ასეთია. 2030-იან 40-იან წლებში პირველი ადამიანის გადასხმა და მცირე სამეცნიერო სადგურის მოწყობა. 2050-2070-იან წლებში მუდმივი სამეცნიერო საცხოვრებელი ბაზა. 50 100 ადამიანით. მაგალითად, მსგავსი ანტარქტიდის კვლევითი სადგურებისა. 2080-2100-იან წლებში კი პირველი ქალაქის ჩანასახი 1000-ზე მეტი მცხოვრებით, სათბურებითა და ლოკალური წარმოებით. მარსული ქალაქი რადიკალურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც დედამიწაზე გვაქვს ნანახი. კოდის ამ სერიაში გიამბობთ ისტორიაზე, რომლის მიხედვით გავიგებთ, თუ როგორ აპირებს NASA მარსზე სრულყოფილი ქალაქის აგებას. რა მოხდებოდა NASA-ს, რომ მარსის კოლონიზება 1970-იან წლებში განახორციელებინა? ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ რეალურად არსებობდა ძალიან სერიოზული გეგმა, რომელიც აპოლოს მთვარეზე დაშვების პროგრამას სააგენტო მარსამდე გააგრძელებდა, იმ რაკეტული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც იმ დროისათვის უკვე ხელმისაწვდომი იყო. ეს იყო ადამიანის მიერ წითელი პლანეტის კოლონიზაციის დეტალური გეგმა, რომლის განხორციელებაც მე-20 საუკუნის დასრულებამდე იგეგმებოდა. ჩვენი მოგზაურობა 1940-იანი წლებიდან უნდა დავიწყოთ. ხედვით, რომელიც პირდაპირ დოქტორ ვერნერ ფონ ბრაუნის გონებიდან მოდიოდა. ის ცნობილია როგორც რაკეტული მეცნიერების მამა და NASA-ს აპოლო პროგრამის მთავარი არქიტექტორი. პროგრამისა, რომელმაც პირველი ადამიანები მთვარეზე დასვა. ფონ ბრაუნმა კარიერა რაკეტმშენებლობის მიმართულებით გერმანიაში დაიწყო, სადაც ნაცისტური არმიისთვის ბალისტიკურ რაკეტებს ქმნიდა. მან გამოიგონა V2 რაკეტა, მსოფლიოში პირველი შორი მოქმედების მართვადი რაკეტა. ომის შემდეგ იგი შეერთებული შტატების სამხედროებმა გადაიბირეს და მოგვიანებით NASA-ში გადავიდა, სადაც ალაბამას შტატის ჰანტსვილში მარშალის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორი გახდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1940-იანი წლების ბოლოსა და 50-იანი წლების დასაწყისში არაერთი ყოფილი ნაცისტი აიყვანა სამსახურში, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა. ჰიტლერისა და ბიძია სემის სამსახურს შორის თავისუფალ დროს ფონ ბრაუნმა დაასრულა ნაშრომი, რომელიც მოგვიანებით პროექტი მარსის სახელით გახდა ცნობილი. ეს იყო 280 გვერდიანი წიგნი, სადაც აღწერილი იყო მისი გეგმა მარსზე მისიის განსახორციელებლად, იმ რაკეტული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც თავად ავითარებდა. წიგნის დიდი ნაწილი მხატვრული თხრობაა, პირველი ადამიანების შესახებ, რომლებიც მარსისკენ მიემგზავრებიან. ეს რაღაცით სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს. ოღონდ დაწერილია რეალური, გენიოსი რაკეტული მეცნიერის მიერ, რომელსაც ტექნიკური ცოდნაც ჰქონდა. ამ ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილი სამყარო საკმაოდ უცნაურია. ახლო მომავალში კაცობრიობა გაერთიანებულია მესამე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდეგ, ხოლო მსოფლიო მშვიდობას უზარმაზარი სიკვდილის ვარსკვლავის მსგავსი ორბიტული იარაღი ინარჩუნებს, რომელიც დედამიწაზე ყველას ანადგურებს, ვინც წესებს დაარღვევს. როგორც ჩანს, შეიძლება ადამიანი გამოიყვანო ძალადობრივი ფაშისტური რეჟიმიდან, მაგრამ ფაშიზმს მეცნიერის გონებიდან ვერ ამოიღებ. თუმცა ამ ფანტასტიკური ნაწილის მიღმა ფონ ბრაუნმა წიგნის ბოლო გვერდები შეავსო ყველა იმ ფორმულითა და გამოთვლით, რაც პროექტი მარსის განსახორციელებლად იყო საჭირო. ეს მათემატიკა დაწერილი იყო იმავე ხელით, რომელმაც მოგვიანებით აპოლოს მთვარის მისია შექმნა. ამიტომაც ეს ყველაფერი ძალიან სანდო გეგმად გამოიყურება პლანეტად შორისი მოგზაურობისთვის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ფონ ბრაუნმა თავისი იდეები გააფორმა საოცარი რეტროფუტურისტული ფერადი ტექნოსტილით, რომელმაც აშკარად გავლენა მოახდინა სამეცნიერო ფანტასტიკის თაობებზე. 2001 კოსმოსური ოდისეიდან ვარსკვლავურ ომებამდე და გარკვეულწილად ილონ მასკამდეც. საკმარისია ფონ ბრაუნის მარსის რაკეტა შეხედოდა მერე Starships. პროექტი მარსის მიხედვით მისის პირველი ეტაპი დედამიწის დაბალ ორბიტაზე ადამიანის ცხოვრების დაწყება იყო. ეს ნიშნავდა უზარმაზარ რგოლის ფორმის კოსმოსურ სადგურებს, რომლებიც ნელა ბრუნავენ ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად და ორბიტულ სამშენებლო მოედანს, სადაც მარსისკენ მიმავალი ფლოტი შეიკრიბებოდა. ფონ ბრაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი იყო გიგანტური სატრანსპორტო რაკეტა, სრულად მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური თვითმფრინავისა და ბუსტერის სისტემა, რომელიც რეგულარულად იფრენდა დედამიწის ზედაპირიდან და ორბიტულ მშენებლობებზე მასალებს აიტანდა ორბიტაზე. ორბიტაზე დედამიწიდან დაახლოებით 1600 კილომეტრის სიმაღლეზე შეიკრიბებოდა სატრანსპორტო ხომალდების, ტვირთმზიდებისა და მარსის სადესანტო აპარატების უზარმაზარი ფლოტი. ფონ ბრაუნის დიზაინის მიხედვით ეკიპაჟი ხომალდების დიდ სფერულ სექციებში იცხოვრებდა, ხოლო თითოეული ხომალდი იმოძრავებდა თხევად საწვავიანი ძრავების ჯგუფით, რომლებიც დაკავშირებული იყო საწვავის აბზების დიდ ქსელთან, თავად ხომალდის კორპუსთან. იმ პერიოდში ფონ ბრაუნი ჰიპერგოლური საწვავის დიდი მომხრე იყო, ქიმიური ნივთიერებების, რომლებიც ერთმანეთთან შეხებისას თვითონ ინთება. ეს კოსმოსში ძრავის ჩართვის ძალიან მარტივი გზაა და დღემდე ფართოდ გამოიყენება. მაგალითად, SpaceX-ის დრაგონის კაფსულის დრაკოს მბრუნავი ძრავები სწორედ ასეთი ჰიპერგოლური მინი-ძრავებია. როდესაც ყველაფერი მზად იქნებოდა, მარსის ფლოტი ჩართავდა ძრავებს, დედამიწის გრავიტაციას დააღწევდა თავს და პირდაპირ მარსისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადავიდოდა, ტრანსფერის ფანჯრის გამოყენებით, რათა ორ პლანეტას შორის უმოკლესი გზა გაევლო. ფონ ბრაუნის გათვლით დედამიწის ორბიტიდან მარსის ორბიტამდე მოგზაურობას დაახლოებით 260 დღე, ანუ 8.5 თვე დასჭირდებოდა. თუ კოსმოსურ კვლევებს დავაგვირდებით, პროგრესი ხშირად მიიღწება მარცხის რაოდენობის შემცირებით, ნაკლები შემოვლითი გზებითა და უფრო ზუსტი საინჟინრო სისტემებით, რომლებიც უბრალოდ მუშაობს. სამომხმარებლო პროდუქტებში კი მიზანი ხშირად სხვაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოეწონოს, რაც ცუდი სისტემური დიზაინის ფასად ხდება. მარსთან მიახლოებისას ხომალდები შებრუნდებოდნენ და ძრავებს კვლავ ჩართავდნენ სიჩქარის შესამცირებლად, რათა მარსის დაბალ ორბიტაზე დამკვიდრებულიყვნენ, ზედაპირიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის სიმაღლეზე. აქედან სადესანტო აპარატები ძირითად ძრავებსა და საწვავის აბზებს გამოეყოფოდა და დაშვებისათვის მოემზადებოდა. ფონ ბრაუნის გათვლით ეს აპარატები მარსის ატმოსფეროში გლაიდერივით იმოძრავებდნენ და ეკიპაჟის პლანეტის ზედაპირზე რბილ, კონტროლირებად დაშვებას უზრუნველყოფდნენ. დაშვების შემდეგ აპარატის მთავარი კორპუსი ფრთებს გამოეყოფოდა და ვერტიკალურ მდგომარეობაში დადგებოდა. შემდეგ კი ეკიპაჟი სკაფანდრებში გამოწყობილი მარსზე პირველ მიწის ბაზას აწყობდა, იმ მარაგებით, რომლებიც უზარმაზარი სადესანტო ხომალდით ჩაიტანეს. ეს პირველი ადამიანები პლანეტას გამოიკვლევდნენ და მარსზე პირველი ადამიანური კოლონიის ჩამოყალიბებას დაიწყებდნენ. მისიის დასრულების შემდეგ ვერტიკალური რაკეტები ზედაპირიდან აფრინდებოდა და ორბიტაში მომლოდინე ფლოტს შეუერთდებოდა. ეკიპაჟის დაბრუნების შემდეგ სატრანსპორტო ხომალდებზე ფლოტი კვლავ ჩართავდა ძრავებს და დედამიწისკენ დასაბრუნებელ ტრაექტორიას აირჩევდა. მარტივად ჟღერს არა? და 1940-იანი წლების ბოლოს, როდესაც ეს გეგმა შეიქმნა, ყველაფერი, რაც ახლა განვიხილე, სრულიად შესაძლებლად ეჩვენებოდა ნებისმიერ კარგად ინფორმირებულ რაკეტულ მეცნიერს. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ იმ პერიოდში მარსის შესახებ პრაქტიკულად ძალიან ცოტა ვიცოდით. თვითონ ფონ ბრაუნიც კი მთელი თავისი გენიალურობის მიუხედავად დარწმუნებული იყო, რომ მარსზე შეიძლებოდა გვეპოვა უძველესი წყლის არხები, მდიდარი მცენარეულობა, ტბები და შესაძლოა განვითარებული უცხოპლანეტელი ცივილიზაციაც. სამართლიანობისათვის უნდა ვთქვა, რომ ფონ ბრაუნმა თავისი ბევრი ვარაუდი სწორად გამოიცნო, მაგრამ რამდენიმე საბედისწერო შეცდომას დაუშვა. იმის გარდა, რომ მარსზე სიცოცხლე არ არსებობს, რადგან იქ თითქმის საერთოდ არ არის ატმოსფერო, მისი სიმკვრივე დედამიწის ატმოსფეროს 1%-ზეც ნაკლებია. შესაბამისად, უზარმაზარი ფრთებიანი გლაიდერის მსგავსი სარაკეტო თვითმფრინავი, როგორსაც ფონ ბრაუნი მარსის სადესანტო აპარატად წარმოიდგენდა, პრაქტიკაში ვერ იმუშავებდა. 1950-იანი წლების ბოლოსკენ ადამიანების მარსზე გაგზავნის გეგმები უფრო დახვეწილი გახდა და პროცესში რამდენიმე უახლესი ტექნოლოგიაც ჩაერთო. შეერთებული შტატებისთვის ეს ატომური ეპოქის დასაწყისი იყო. ბირთვული ენერგია საბოლოოდ დანერგეს ელექტროენერგიის წარმოებაში და იმ დროს ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ატომური ენერგია ამოუწურავი წყარო გახდებოდა, რომელიც ამერიკას კოსმოსურ ეპოქაში გადაიყვანდა. რა თქმა უნდა, რაკეტული მეცნიერები ამ ტექნოლოგიას უკვე განიხილავდნენ, როგორც ღრმა კოსმოსში ხანგრძლივი ფრენებისათვის კოსმოსური ხომალდების ენერგიის წყაროს. აქ სცენაზე შემოდის ატომური ფიზიკოსი, დოქტორი ერნსტ შტულინგერი, ფონ ბრაუნის ახლო კოლეგა და კიდევ ერთი ყოფილი ნაციონალური
ფიზიცისტი, რომელიც მოგვიანებით შეერთებული შტატების მთავრობისათვის მუშაობდა. შტულინგერმა ფონ ბრაუნის პროექტი მარსი ატომური ეპოქისთვის განაახლა. მან ფონ ბრაუნის ილუსტრაციებში ნაჩვენები ჰიპერგოლური ქიმიური რაკეტები საკუთარი ბირთვულ ელექტრული კოსმოსური ხომალდებით ჩაანაცვლა. შტულინგერის მარსის გეგმა იმდენად სერიოზულად აღიქმებოდა, რომ 1957 წელს ამერიკულ ტელევიზიაშიც მოხვდა. იმ დროს Walt Disney-ს ჰქონდა ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემა სახელწოდებით Disneyland-ი, რომელიც ანთოლოგიური ფორმატის იყო და სხვადასხვა თემას მოიცავდა. დისნეის სურდა მზის სისტემის პლანეტებისათვის მიეძღვნა ეპიზოდი სახელწოდებით მარსი და მის მიღმა. ამიტომ შეიქმნა ფანტასტიკური ანიმაციები, რომლებიც წარმოაჩენდა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მერკურის, მარსისა და ვენერას ბინადრები. ეს ყველაფერი საოცრად კრეატიული იყო და კარგად ასახავდა იმდროინდელი საზოგადოების ცნობის მოყვარეობას მზის სისტემის მიმართ. იმისთვის, რომ გადაცემაში უფრო რეალისტური ხედვაც შეეტანათ, დისნეიმ წარმოადგინა სეგმენტი ფონ ბრაუნთან და შტულინგერთან ერთად, სადაც მათ აჩვენეს მოდელები და ილუსტრაციები შტულინგერის ბირთვულ ელექტრული მარსის სატრანსპორტო ხომალდის შესახებ და ახსნეს, როგორ წარიმართებოდა ადამიანის მოგზაურობა მარსამდე. როგორც პროექტი მარსის შემთხვევაში გიგანტური ბირთვული ხომალდის ნაწილები და მასალები ქიმიურ საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო რაკეტებით გადაიტანებოდა ორბიტაზე, სადაც ორბიტულ სამშენებლო მოედანზე აეწყობოდა. ყველაზე ფართო წერტილში ეს ბირთვულ ელექტრული ხომალდი დაახლოებით 150 მეტრის დიამეტრის იქნებოდა და თან მარსზე დასაშვებ ცალკე აპარატსაც გადაიტანდა. ხომალდის გრძელი ცენტრალური სვეტის ქვედა ნაწილში განთავსებული იქნებოდა ბირთვული რეაქტორი. ატომის გაყოფის ბირთვული ფიშენის პროცესის შედეგად რეაქტორი მუდმივად გამოიმუშავებდა თერმულ ენერგიას. ეს სითბო სილიკონის ზეთის რეზერვუარს ადუღებდა და ორთქლად აქცევდა. ორთქლი ცენტრალური მილის საშუალებით ზემოთ ავიდოდა და ტურბინულ გენერატორს ამუშავებდა, რომელიც ბრუნვით ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიდა და მთელ ხომალდს უზრუნველყოფდა. ხომალდის ზედა ნაწილში არსებული დიდი მრგვალი პანელი კონდენსატორის ფუნქციას შეასრულებდა. ის ორთქლს შეაგროვებდა და ისევ თხევად მდგომარეობაში გააცივებდა, რათა ატომურ გენერატორში ისევ გამოეყენებინათ. ხომალდის მთავარი ძრავა ცენტრალური სვეტის შუა ნაწილში მდებარეობდა. მას ჰქონდა პლატინის მეტალისგან დამზადებული ბადე, რომელიც ტურბინის მიერ წარმოებული ელექტროენერგიით იმუხტებოდა. შემდეგ ამ ბადეში შეჰქონდათ ცეზიუმის აორთქლებული ნაწილაკები, რომლებიც იონიზირდებოდა და ძლიერი ელექტრული ველი იქმნებოდა, რაც ატომებს დიდი სიჩქარით ისროდა კოსმოსში. ამის შედეგად წარმოიქმნებოდა ბიძგი, რომელიც ხომალდს ნაწილაკების ნაკადის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილებდა. ბიძგი შედარებით მცირე იქნებოდა, მაგრამ ელექტრული ძრავის მაღალი ეფექტიანობა საშუალებას მისცემდა მთელი ფრენის განმავლობაში უწყვეტად ემუშავა. ფაქტობრივად, ეს იგივე პრინციპია, რასაც დღეს თანამედროვე იონური ძრავები იყენებენ კოსმოსურ ზონდებსა და თანამგზავრებზე. ასე რომ შტულინგერს ნამდვილად უნდა მივაგოთ პატივი იმ ტექნოლოგიის სწორად განჭვრეტისთვის, რომელიც 70 წლის შემდეგაც აქტუალურია. ხომალდის ზედა ნაწილში კონდენსატორის წრის ცენტრში განთავსებული იქნებოდა ტვირთის განყოფილება და ეკიპაჟის საცხოვრებელი სივრცე, მაქსიმუმ 20 ადამიანისთვის. იონური ძრავის წინა მხარეს დამაგრებული იქნებოდა მარსის სადესანტო აპარატი. როდესაც მთავარი ხომალდი მარსის ორბიტაზე დამკვიდრდებოდა, სადესანტო აპარატი გამოეყოფოდა მას და ძრავას ჩართავდა მარსის ატმოსფეროში დაშვებისთვის. ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც შტულინგერმა ფონ ბრაუნის დიზაინი გააუმჯობესა. გლაიდერის ნაცვლად მარსის სადესანტო აპარატი უზარმაზარ პარაშუტს გაშლიდა. ეს ბევრად უფრო ეფექტური ჰაერის მუხრუჭი იყო, თუმცა მაინც არასაკმარისი რბილი დაშვებისათვის. ამიტომ ზედაპირთან მიახლოებამდე მთავარი სარაკეტო ძრავები ჩართავდა დამუხრუჭების მანევრს, ზუსტად ისე, როგორც ამას SpaceX-ის Falcon 9 აკეთებს და აპარატის უსაფრთხო დაშვებას უზრუნველყოფდა. ზედაპირზე კვლევის დასრულების შემდეგ ჯგუფი დაბრუნდებოდა სადესანტო აპარატში და ზედა ნაწილში ჩაშენებული ამოსვლის მოდულით აფრინდებოდა. ეს პრაქტიკულად იგივე მეთოდია, რაც აპოლოს ასტრონავტებმა გამოიყენეს მთვარის ზედაპირიდან ასაფრენად. ბირთვულ ელექტრული ძრავის გამოყენების შემთხვევაში მარსამდე მოგზაურობა გაცილებით ხანგრძლივი იქნებოდა, ვიდრე ქიმიური ძრავებით. საუბარია დაახლოებით 13 თვიან გზაზე, 4 თვე მხოლოდ დედამიწის გრავიტაციის დასაძლევად, 7 თვე მარსამდე მისაღწევად და კიდევ 2 თვე სიჩქარის შესამცირებლად და მარსის ორბიტაზე დასამკვიდრებლად იქნებოდა საჭირო. შტულინგერს წარმოედგინა, რომ ღრმა კოსმოსში ამ ოდისეას 6 ბირთვული ხომალდისგან შემდგარი ფლოტი დაიწყებდა. იმ დროს ჯერ კიდევ არავინ იცოდა ზუსტად რას აღმოაჩენდნენ მარსის ზედაპირზე. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დაბალი დონის მცენარეულობა, მწერები, ხვლიკები ან დიდი ხნის წინ დაღუპული ცივილიზაციის ნანგრევებიც. დარწმუნებით ვერაფერს იტყოდნენ, მაგრამ ადამიანების მარსზე გაგზავნით ამის გარკვევა სურდათ. შტულინგერის ტექნოლოგია საკმაოდ გამართული იყო და მისი გეგმების დიდი ნაწილი დღესაც აქტუალურია. მთავარი ნაკლი უკიდურესად ხანგრძლივი ფრენის დრო იყო. 1 წელზე მეტი მხოლოდ მარსამდე მისაღწევად. დღეს უკვე ვიცით, რომ ასეთი ხანგრძლივი ზემოქმედება მიკროგრავიტაციასა და კოსმოსურ რადიაციაზე ადამიანებისათვის ზედმეტად სახიფათოა. ეს სერიოზული პრობლემა იყო, თუმცა მარსი და მის მიღმა წარმოდგენილი იდეები სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.
$1960-იან წლებში გადავინაცვლოთ. ამ დროისათვის NASA-ს ადამიანური კოსმოსური პროგრამა ბრწყინვალედ მიმდინარეობდა. მერკურისა და ჯემინის პროგრამებმა პირველი ამერიკელები კოსმოსში გაიყვანა. ორბიტულ სიჩქარეს მიაღწია და ღია კოსმოსში გასვლების განახორციელა. აპოლოს პროგრამა სრულესრვით ვითარდებოდა, ხოლო ჩვენი ძველი ნაცნობი ვერნერ ფონ ბრაუნი Saturn 5-ის რაკეტას ამთავრებდა. რაკეტას, რომელიც პირველ ადამიანებს მთვარეზე გადაიყვანდა და უკან დააბრუნებდა. ეს ადამიანური კოსმოსური ფრენების ოქროს ხანა იყო და NASA უკვე აპოლოს შემდგომ ნაბიჯზე ფიქრობდა. მათი მიზანი ადამიანების მარსზე გაგზავნა იყო, სადღაც 1980-იანი წლების დასაწყისში. ამან მარსის მისიის ახალი წინადადებების და დამუშავებული იდეების ტალღა გამოიწვია. პროცესში ჩართვა ყველას სურდა. ავტომწარმოებელმა ფორდმაც კი წარადგინა მარსის საკუთარი სატრანსპორტო სისტემა. თუმცა ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ 1960 წელს Boeing Aerospace Division-ის მიერ გამოქვეყნებულ თეთრ დოკუმენტზე. ეს ალბათ ყველაზე რეალისტური მისიის დიზაინი იყო იმ კომპანიისგან, რომელიც უკვე აქტიურად მონაწილეობდა კოსმოსურ პროგრამებში და მომავალ 10 წლეულებშიც ასე გაგრძელდებოდა. Boeing-ის მთავარი წვლილი იყო ბირთვულ თერმული სარაკეტო ძრავის კონცეფცია. ეს სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიაა იმ ბირთვულ ელექტრული იონური ძრავისგან, რომელზეც ადრე ვისაუბრე. აქაც გვაქვს ბირთვული ფიშენის რეაქტორი, მაგრამ სითბოს გამოყენება ორთქლისა და ელექტროენერგიის წარმოებისათვის აღარ ხდება. ამის ნაცვლად სუპერცხელ რეაქტორის ბირთვში პირდაპირ ტუმბავენ თხევად წყალბადს. უკიდურესად დაბალ კრიოგენულ ტემპერატურაზე წყალბადი თხევად მდგომარეობაში გადადის. ატომები უფრო მჭიდროდ განლაგდება და ძალიან ენერგიულ საწვავს ქმნის. ფონ ბრაუნმა ცოტა ხნის წინ უკვე ისწავლა წყალბადისა და ჟანგბადის კრიოგენული გათხევადება Saturn 5-ის ძრავებისთვის, რამაც მის წინა ჰიპერგოლურ საწვავებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი სიმძლავრე უზრუნველყო. როდესაც ეს გამკვრივებული თხევადი წყალბადი სუპერცხელ ბირთვულ რეაქტორს ხვდება, ის სწრაფად ფართოვდება და დაბალი სიმკვრივის აირად გარდაიქმნება, რომელიც ძრავის საქშენიდან გამოდის და ბიძგს ქმნის. ეს სისტემა ერთგვარი შუალედია კლასიკურ სარაკეტო ძრავასა და ელექტრულ იონურ ძრავას შორის და იდეალურ ბალანსს უზრუნველყოფს ბიძგსა და ეფექტიანობას შორის. აღნიშნავ, რომ ამ ბირთვული სარაკეტო ტექნოლოგიის განვითარებას NASA უკვე ახორციელებდა პროექტ ნერვას ფარგლებში. Boeing-ის პლანეტაშორისი ხომალდის კონცეფციამ გადაჭრა მარსზე ეკიპაჟის გაგზავნის ბოლო დიდი პრობლემა. იმ დროინდელი გათვლებით მარსის ორბიტამდე მისაღწევად 200 დღეზე ნაკლები იქნებოდა საჭირო. დაბრუნება უფრო ხანგრძლივი იქნებოდა, რადგან საწვავის ძირითადი ნაწილი გამგზავრებისას იხარჯებოდა. ჯამში მოგზაურობა დაახლოებით 600 დღეს გასტანდა, პლუს-მინუს რამდენიმე კვირა გაშვების პერიოდიდან გამომდინარე. ეს საკმაოდ კარგი შედეგი იყო. როგორც მარსის წინახომადების შემთხვევაში, Boeing-ის პლანეტაშორისი ხომალდიც ორბიტაზე უნდა აეწყოთ. 5 ბირთვული ძრავის მოდული იმდენად გიგანტური იყო, რომ თითოეულის ორბიტაზე ასაყვანად Saturn 5-ის რაკეტა დამატებით 4 გვერდით ბუსტერთან ერთად იყო საჭირო. როგორც რაკეტების უმეტეს შემთხვევაში, ამ კონსტრუქციის დიდი ნაწილი ძრავებსა და საწვავის აბზებს უკავია. შესაბამისად, ეკიპაჟისათვის განკუთვნილი მოდულები მხოლოდ ზედა ნაწილშია განთავსებული. აქ ეკიპაჟის 3 მოდულია, შუაში მდებარეობს მისიის მოდული. ეს არის მთავარი საცხოვრებელი სივრცე მარსამდე და უკან დაბრუნების მოდული მთელი მოგზაურობის განმავლობაში. იგი ცილინდრული ჰერმეტული კონსტრუქციაა, რომელიც 4 დონედ არის დაყოფილი და 6 კაციანი ეკიპაჟის უზრუნველყოფა შეუძლია. სტრუქტურის ზედა ნაწილში მოთავსებულია მარსის საექსკურსიო მოდელი. ამ აპარატს აქვს დაშვების საფეხური მარსზე დასაფრენად და ამოსვლის საფეხური მთავარ ხომალდთან დასაბრუნებლად. მარსის საექსკურსიო მოდული უზრუნველყოფდა 3 ადამიანის 30 დღიან საქმიანობასა და კვლევას მარსის ზედაპირზე. სტრუქტურის ქვედა ნაწილში განთავსებულია დედამიწაზე დაბრუნების მოდული. ის მხოლოდ მისიის ბოლო დღეს გამოიყენება, რათა ეკიპაჟის 6 წევრი დედამიწაზე დააბრუნოს. მისი მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც სხვა ყველა ატმოსფეროში შემომსვლელი კაფსულის, თერმული ფარითა და პარაშუტის სისტემით. აი, როგორ გამოიყურება მისიის მიმდინარეობა? როდესაც მთელი სისტემა დედამიწის ორბიტაზე აწყობილი და მზად იქნება, ის ჩართავს ერთ ძლიერ საწყის მანევრს პირველი საფეხურის ძრავებით. ეს მოიცავს 3 ბირთვული ძრავის მოდულს, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ და უზრუნველყოფენ იმ ბიძგს, რომელიც მარსამდე სწრაფად მისაღწევად არის საჭირო. მარსთან მიახლოებისას ხომალდი შებრუნდება და ჩართავს მეორე საფეხურს. ერთი ბირთვული ძრავის მოდულს, რომელიც სიჩქარის ცვლილებას უზრუნველყოფს და ხომალდს მარსის ორბიტაზე დაამკვიდრებს. ამის შემდეგ 3 წევრისგან შემდგარი სადესანტო ჯგუფი გადადის მარსის საექსკურსიო მოდულში და გამოეყოფა მთავარ ხომალდს. საექსკურსიო მოდულს აქვს მთავარი ძრავა, რომელიც ორბიტიდან გამოსვლის მანევრს ასრულებს და აპარატი მარსის ატმოსფეროში შეჰყავს. ამის შემდეგ იშლება მთავარი პარაშუტი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს სიჩქარეს, სანამ დამშვების საფეხურის ძრავები ჩაირთვება საბოლოო დამოხრუჭებისა და რბილი დაშვებისათვის. მარსზე 30 დღიანი ყოფნის შემდეგ ეკიპაჟი ტოვებს დაშვების საფეხურს და ამოსვლის საფეხურით ბრუნდება.
ეს საფეხური იყენებს საწვავის 4 გვერდით ბუსტერს აფრენისთვის, რომლებიც გარკვეული სიმაღლის მიღწევის შემდეგ კონსტრუქციას ცილდება, ხოლო მეორე საფეხურის ძრავას მოდული ორბიტაზე აკავს, სადაც ის უერთდება მთავარ ხომალდს. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ბოლო ბირთვული ძრავის ჩართვა და დედამიწისგან დასაბრუნებელი მანევრის შესრულება. დედამიწასთან მისვლისას დედამიწაზე შემოსვლის მოდული გამოეყოფა მთავარ ხომალდს და ოკეანეში დაეშვება. მთლიანობაში ეს საკმაოდ მყარი და გააზრებული გეგმა, თუმცა მისი განხორციელება კოლოსალური მასშტაბის და უკიდურესად რთული იქნებოდა. წარმოიდგინეთ 5 გაშვება უზარმაზარი და სრულად ერთჯერადი სატურნ 5-ის რაკეტით, მხოლოდ იმისთვის, რომ აეწყოს ერთი ასევე სრულად ერთჯერადი პლანეტათშორისი ხომალდი. ეს უზარმაზარი რესურსის დახარჯვა ერთ სისტემაზე, რომელიც შესაძლოა წარმატებული ყოფილიყო, ან არა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი, რაც განვიხილეთ, თეორიულად მაინც შესაძლებელი იყო 1970-იანი წლების ტექნოლოგიითაც. მაშ რატომ არ გაგზავნა NASA-მ ადამიანები მარსზე? მოკლედ პასუხი ასეთია: არ არსებობდა ერთი კონკრეტული მიზეზი. ეს იყო მრავალი ფაქტორის ერთობლიობა. 1970-იანი წლების დასაწყისისათვის ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ის პოლიტიკური იმპულსი, რომელიც აპოლოს პროგრამას ამოძრავებდა, უკვე წასულშაბარდა. ქვეყანამ ლიდერობა შეიცვალა. ვიეტნამის ომი ყურადღებასა და რესურსებს თანთქავდა. საზოგადოებრივი ენთუზიაზმი კოსმოსური კვლევების მიმართ შემცირდა და NASA ფედერალური ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლებ დაფინანსებას იღებდა, ვიდრე მთვარის რბოლის პიკში. ამ რეალობამ NASA გადამწყვეტ გზაჯვარედინზე დააყენა. პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მაგიდაზე ორი კონკრეტული ხედვა იდო ამერიკის კოსმოსური მომავლისთვის. ერთი იყო აპოლოს პროგრამის გაფართოება, რომელსაც საბოლოოდ ადამიანების მარსზე გაგზავნა შეეძლო. მეორე კი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის, კოსმოსური შატლის განვითარება, რომელიც უფრო იაფ და ხშირ ორბიტულ ფრენებს პირდებოდა ქვეყანას. ფული ორივესთვის არ იყო საკმარისი და სწორედ ამ არჩევანში განისაზღვრა ადამიანური კოსმოსური ფრენების მიმართულება მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ასე შემოიდო თაროზე მარსზე ქალაქის აგების დიადი იდეა. როგორც ამ ვიდეოდან გავიგეთ, პერსპექტივა მომხიბვლელია, თუმცა მეტნაკლებად შორეული. მარსის ზედაპირზე ცხოვრება სახიფათოა ძლიერი რადიაციისა და მეტეორიტების გამო. ამიტომ პირველი ქალაქები სავარაუდოდ დიდი რისკების გათვალისწინებით აშენდება, რასაც დრო და რესურსები სჭირდება. ყველა შემთხვევაში მარსზე ქალაქი ვერ იარსებებს თუ ყველაფერს დედამიწიდან ჩავიტანთ. საჭიროა ადგილზე ცხოვრებისათვის რესურსების, წყლის, ჰაერისა და ენერგიის მარსზევე უწყვეტი მოპოვება. რაც შეეხება საკვებს, მარსზე ნიადაგი ტოქსიკურია პერქლორატების გამო, ამიტომ ტრადიციული მეურნეობა გამორიცხულია. ესაა ქიმიური ნაერთების ჯგუფი პერქლორინის მჟავის მარილები, რომლებიც მარსის ნიადაგის ზედაპირზე დიდი რაოდენობით გვხვდება. თუ დედამიწაზე ისინი იშვიათი და ძირითადად ინდუსტრიული წარმოების პროდუქტია, მარსზე ისინი ბუნებრივი მტვრის განუყოფელი ნაწილია. პერქლორატები ერთდროულად დიდი საფრთხეცაა და პოტენციური რესურსიც. თუმცა მეცნიერები მუშაობენ საკითხის ბიოლოგიურად გადაჭრაზე. არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც პერქლორატებით იკვებებიან და მათ უსაფრთხო ქლორიდად და ჟანგბადად შლიან. ასეთი ბაქტერიების გამოყენება მარსის ნიადაგის გასასუფთავებლად ერთ-ერთი რეალური გზაა, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ საკვების მოსაპოვებლად სამი ვარიანტი განიხილება: ჰიდროპონიკა და აკვაპონიკა. მცენარეები გაიზრდება წყალში, რომელიც გამდიდრებულია მინერალებით და მესამე, ხელოვნური ხორცი. ცილის მისაღებად ლაბორატორიულად უკვე ქმნიან ხელოვნურ ხორცს. NASA-ს და ილონ მასკს, ასევე ნებისმიერ სხვას, ვისაც ეს მიზანი აქვს, გულითადი წარმატებები მინდა ბუსურვა ამ საკაცობრიო მისიის საკითხში. თუმცა, აქვე შევახსენებდი, რომ გავუფრთხილდეთ პირველ რიგში დედამიწას. მას ასეთი მარსი ნამდვილად ვერ შეგვიცვლის. ნანახთან დაკავშირებით ან სხვა იდეებზე ვედი შენს მოსაზრებას კომენტარებში. მოიწონე და გააზიარე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ზარის ხილაკიც ჩართვაც არ დაგავიწყდეს.